წვეთი რო ჩამოვიდნენ ჩამოიქრა და გარეთაც რაც შიგნით ახდება ის გარეთ ახდება და ის კრიშა რო ჩამოვიდა აწყალი ჩამოდის. იქარი რო იყო და ქარბუქი საღამოთი ავარდა ისეთი ქარი ისეთი რომ აი სულ ატრიალებდა ქავრობას. მაშინაც მივედი თოვლიც იყო. მაშინაც მივედი ყურადღება არ მომაქციეს. და ეხლაც მივედი არც ახლა მომაქციეს ყურადღება. გამგებელთან მივედი და გამგებელმა კასპში თუ ადგილობ. აქ მივედი კასპში ვეღარ წავედი ცუდად ვიყავი წნეები მქონდა და წყვილა გინდა ჩახვიდე გინდა რა არაფერზე მოგეხმარება უმითხრა. უკვე რამდენიმე თვეა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში მცხოვრები ბაბულია ხადური დახმარებას უშედეგოდ ითხოვს. ძლიერმა ქარმა და დიდ თოვლობამ მისი ერთადერთი საცხოვრებლის სახურავი დააზიანა. ყოველი წვიმის დროს ოთახში წყალი ჩადის და იქ ცხოვრება შეუძლებელი გახდა. ბაბულია ხადურის ყოველი გათენება ახლა შიშით იწყება. დააზიანა კრიშა ჩამოწა ღამე 5 საათზე რო გამეღვიძა 5 საათზე ისეთი ხმა იყო ვიძახი გამოვედი გარეთ ვერ ავხედავდი რა მოხდა მე დილით რო გამოვედი აი ეს ამბავი დამხდა გამიშკდა გული მეზობელთან მივედი ვაი მეთქი რა გავქნა კრიშა ჩამამიწა მეთქი და აბა რა შეიძლება უწადი იჩილო საწავიდე მე გიცუდათ ვარ ჯერი მღამის ეცუდათ გავხდი 5 საათზე რო შემეშინდა ხო და ვეღარ წავედი რო გავიდე ერთი კვირა ეხლა სადახარ ერთი კვირა გავიდა უკვე ხამდე უნდა წასულიყავ უნდა გეჩილო შიში აბა სულ ჩამეიგრა საშიშია სულ აი ოთახი გავაკეთე გავარემონტე დაბლა ოთახი ხო და იმის მეშინია რომ იქაც არ ჩამოვიდეს და სულ ეგრე ადავრჩი სხვაგან კიდე საწავიდე. ბაბულია ხადურის პრობლემასთან დაკავშირებით თრიალეთი კასპის მერიას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მსგავსი პრობლემით ჩვენს მიერ დასახელებულ მოქალაქეს არ მიუმართავს, თუმცა გაარკვიეს, რომ სახლი არასტიქიით, არამედ სიძველით არის დაზიანებული. ახლა ლამისყანაში მცხოვრები მოხუცი კეთილი ადამიანების იმედად არის დარჩენილი და ყოველ გაწვიმებაზე სახლის დაანგრევის მოლოდინშია. მერიის უარი ბაბულია ხადურისთვის კი იმის განაჩენია რომ დარჩენილი ცივი დღეებისა და გაზაფხულის წვიმების გატარება კვლავ ღია ცის ქვეშ მოუწევს.